მე მამიბოძე სტუდიაში მოვიწვიოთ დღევანდელი გადაცემის პირველი სტუმარი, ეს გახლავთ ატონი ხვიჩა მაღლაკელიძე. გამარჯობა. გამარჯობა. აგედაბზადი შემობადო. მე შეგეწვი ადგილია რა თუ რა. ხვიჩა, როგორ ხარ? შემოგვიხარ. როგორ ვარ და როგორ საკუთარ ოჯახში ისე ვარ, ესე იგი მოგვიანებით გილოცავ სეზონის გახსნას ჩემო. აი დროზე მილოცავ ესე იგი. არა და მართლა გეგმავდით პირველ გადაცემაში შესტუბრობას და გავიდა იმის მერე 2 თვე და კიდევ უფრო მეტი ზაფხულიდან მოყოლებული, ესე იგი დაგეგმილი არაერთი სტუმრობა და როგორც იქნა აქ ბრძანდები შენს ჩვეულ ადგილას. რა ვქნა, ჩემოგია, ჩემი გამოსწორება არ არის ფირალად ვიყავი გავარდილი ევროპაში, ხო და. როგორც იქნა დაუბრუნდი ჩემს სამშობლოს, ისე მიჭირს ზაფხულთან გამოთხოვება ყოველ წელს და ის სეზონის დაწყება, აი ამოქოქვა. და შენ ბათუმელი კაცი ხარ და ის მოგდებს. რა თქმა უნდა, ეს მოსწავლეების აი ეს დალაგება, გიტარები გადასახალისებელია, სიმები გამოსაცვლელია, მე უცებ მახსენდება რომ ჩემი საკუთარი შვილები ხავს, კაცო ისინი ერთი სკოლაშია, მეორე სამსახურში ის სკოლაში რომ იმას იმისთანაც იგი დაავალეს სკოლაში რომ მოიტანეო მთელი თბილისი შემოვატყავე, ვერსად ვერ ვნახე და ნოდარ დუმბაძე გამახსენდა, ექიმე რო ეუბნება პაციენტს, აქო ორი თავი იმისთანაც წამალი გამოგიწერე, ვერსად ვერ ვიპოვიო და ამიტომ ასპირინ დალიეო ხო და ასპირინით ვერ ისწავლიდა ჩემი ბიჭი და ნუ სადარ ვიარე მოკლედ ეს წიგნი რომ ვეპოვ ახალი ამბავია სულ მიცხრეს მე ყურში რომ ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე იშოვება ვეფხისტყაოსნის ქუჩა მქონია მესის არ ვიცოდი თურმე ნესტან დარეჯანის ჩიხით ასე გარადიხარ ვეფხისტყაოსი მე თანი გმირებია კაცო კი ხო და მე ტარიელი ვიდე და გადმოგდებული დავბოდი ამ წიგნის საფუძვლად ჩემი ბიჭი ქეიყო ქაჯეთის ციხის სიმაგრეში და მამა ენასწავლოს ორ გადისწავლოს და რაზი არ ვარ წავსწრელი მოკლედ იმას გეუბნებოდი ზაფხულს სლივს გამოვეთხოვეთ რომ საოცარი ზაფხული იყო როგორც მოგახსენეთ ნორმალური არ ვარ მე და წელსაც ამ ჩემი შარშან საჭე გადაკეტილდა გაფუჭებულ მაგრამ მაინც განახლებული მანქანით ისევ დავეშვი საქართველოსთან ევროპისკენ თურქეთს საბერძნეთის გავლით საბერძნეთს აღარ ვთვლი ევროპაში თუ რა ვიცი როგორ ასაქმე ხო და ესე იგი ჩავედით ჩემს საყვარელ იტალიაში, ჩემს ბარში, ჩემს ზურასთან, ჩემს მეგობართან, დავადექი მოულოდნელად თავზე, გავახარე, გამახარა, დავაყარე აგინა ჩურჩხელებით, ყლაპები, აჯიკა, ქართული ყველაფერი, იმან მასკა, იგინა იტალიური ღვინო, ხო და ვიდეო და ქეიფი ერთი ამბავი, გიტარა ქეიფ ხოდა წაგებული და შვაქეიფში ზურაბებულება, აქვეო, ახლოშიო, სულ 1 საათის სავალშიო, არისო ქალაქი პოლინიანო, სადაცო დაიბადაო ის ადამიანიო რომელმაც პირველად იმღერა ცნობილი volare cantare ვინმე დომენიკ მოდუნიო და იმის ზეგლი ვნახოთო თურმე დგას ეს დომენიკ მოდუნიო ზეგლი ამ პოლინიანოში საოცარი ქალაქია თავისი პლაჟები და დომენიკო მოდუნიო ასე ხელებ გაშლილი ესე იგი ისე გაუკეთებიათ ესე იგი ეს სახერო რომცად იცოდე რას ვღერო რა დომენიკო მოდუნიო პირიაკასე იტყვი აი ნამდვილად volare-ს ამბობს აი volare თქვა ახლა მონა ასია და ბოდაშია თურმე ყველა მთელი ტურისტები ვიც ყველა მიდის დგება ამ დომინიკოს ძეგლს ასე ზურგი დაუდგებიან ისინი გაშლიან ხელს და volare და იღებენ ვიდეოებს იღებენ სელფებს არის ერთი ამბავი მოკლედ და მე და ზურაბას ახლა მივედით მივლასლასთით ხო სხვათა შორის დასვამი არ დავზარვარ საჭესთან ჩემი მეუღლეის და საჭესთან ასე ხო და მივლასლასთით დომინიკოს ძეგლთან და დავდექით მე და ზურა და ბოდიში ზურგით გავარმეთქი უთხარი დომინიკოს და გულმა შენთან დაიბუდა შენ სალერში დავიღლები ქუჩები გაცავსე მუდამ გოგონები ყვავილები და იქვე სამღერი საფინალო რო არის ქუთაისო და ზურიამ დაშეკა მაგრამ რა დაშეკა კვარცხლბეკს გაუჩნდა ბზარი ხო და ტურისტები ვიყურებენ გაოცებული ყველა volare-ს მღერეს და ჩვენ ქუთაისო ვიმღერებთ მე ცოტა რომ გავისეიდეთ მივედით მოვედი და გამოვიარე და იდგნენ ეს ტურისტები ჩინელები ასე და ქუთაისო ასე იყვნენ ქუთაისო და ასი ალბათ საჭირო ასი ახალი ტრენდია ხო ქუთაისო და იდგა დომინიკო ქუთაისო ხო და ერთი ლაივ ხაკიმი და გავახაკუნო აქ თქვენთან ეთერში სხვათა შორის ძღოლებისთვის სასარგებლო ინფორმაცია აბა გამოვუშვი ესე იგი აქედან რომ გადავედი თურქეთის ტერიტორიაზე სანამ მივადგებოდი საბერძნეთის საზღვარს კარქა 2000 კილომეტრი ვიარე
ეხლა მოგეხსენებათ ისეთი ტრასები ერთ საოცარი გზა 7 ზოლიანი და 11 ზოლიანი და აგერ მიდიხარ ხო 120 და ქართველი კაცი ხარ გინდა ხა ჩააწვე ცოტა 127 წახვიდი გიხენ კაბი ხა 130-იც გინდა წახვიდი და უცებ გაგასწრებს ასე მოტოციკლი აქედან ვიღაცა გაგასწრებს 200 თბილის ნუ ახლა არა ჭარბებ რამდენი შეუულია ეს მანქანას მიდიხარ და 2000 კილომეტრი როგორ შეიძლება გავიარე მივედი საბერძნეთის საზღვართან და ხუნა გადავიდე ახლა თურქეთიდან საბერძნეთში თურქეთის მხარე მეუნება ვერ გაგიშვებთო რატო ვუთხარ უკვე ვსო დამთავრდა მე ვუთხარ მაგრამ არაო თქვენ მანქანასო პენალტი აქვსო და ბურთით რო ისებებდი მე ვხარ კენტი ხوارში მოსულა პენალტი თუ მე ჯარიმას ნიშნავს ჯარიმა პენალტი გაქვს რამდენი რა პენალტი გაქვს დარღვევები გაქვს რა დარღვევა არო მაგას ვერ გერ არ მიჩვენებს კომპიუტერიო და ამდენი სამციფრიანი მომახსენა თანხა და ნუ კბილების ხრჭიალით რაც ქონა დარჩენილი პირში კბილების ხრჭია გადავიხადე ეს თანხა ძალიან სულ ხასიათზე გადავედეთ საბერძნეთის მხარეს მე რა თქმა უნდა სურიამ და იტალიამ გამოგვიგეთა გუნება და აქეთობას ვფიქრობ რომ აი ერთიც არ უნდა დავაშავო ისე უნდა ვიარო ხო გადმოვედით ახლა უკან საბერძნეთიდან თურქეთში იქ არაფერს არ გეუბნება საბერძნეთში არაფერი არ დამიშევებია არავის არაფერი არ უთქვავს ყოველ შემთხვევაში ხო და გულის ფანჩხალით მოდივარ გია ბათუმამდე მოუღოხავ თუ აწერია 80 მოდივარ 60 თუ აწერია 100-91-ით რომ რამე არ დავაშავ მაქსიმალური სიმკვრივე აბარა 300 მეტრში ვხედავ შუქრიშას უკვე ვიწყერ გაჩერებას და ნელ-ნელა მოვდიან რომ რამე ერთი პატარა ხინჯი არ იყოს ეს 2000 კილომეტრი გადმოვიარე როგორც იქნა და მოვლალე ჩემი მანქანა ჩემი ოჯახის წევრები სარფის საზღვრამდე და ამაყა შევედი ახლა იქ პენალტი მაქვს კიო რა ის პენალტი მაქვს რამდენი იყო იცი ჩვენ ფულზე ჯარიმა ლარი და 30 თეთრი დედას გებსებ დღემდე ვაკენი ლარი და 30 რა შეიხალხლო ამიხსენით ვინმე რა შეიძლება თურქეთში დააშავო ლარი და 30 თეთრი რამე თუ არსებობს ასეთი მოკლედ ჩემო მძღოლებო ჩემო მოგზაურებო იარეთ შვიდად წყნარად თქვენს მწვანეზე თქვენს გზაზე და ბედნიერება მისურვებია. ბატონო, საუკეთესო სიტყვებია და რჩევა. ახლა მაესტრო, ბედაგასტრო თუ შენ დამასწრებ, ჩემი მეგობარი მყავს მოყვანილი თან. შენ თვითონ ბრძანა, იმიტომ რომ ჩვენი საერთო მეგობარია და თავად გამოაცხადე. არგი ბაშა ადამიანს არ ჭირდება დიდი წარდგენა, არა მარტო ჩვენი მეგობარია, ბევრი ქართველი მსმენელის მეგობარია, უნიჭიერესი მომღერალი გიორგი კობაიძე. გიორგი კობაიძე ჩვენ შოუში. მოდი გენათვალე. მოდი. გაუმარჯოს გიორგის. იხარ ჩვენი მეგობარი, მაგრამ პირველად არის ჩემო ბატონო ჩვენთან სტუმრად, ხო? კი, ნამდვილად პირველად ვარ. კეთილი იყო შენი ფეხი. კეთილი იყოს ნამდვილად. ჯვაკი ხარ პირველად, მაგრამ წლებია ჩვენი ურთიერთობა, მეგობრობა და თანამშრომლობა მომდინარეობს ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ ნუცა სკოლაში მე რო ჟიურის წევრი ვიყავი და ინკოგნიტო რო ვიყავ და შენ რო გამოდიოდი აი იქიდან მოყოლებული გვაქვს ასე ვთქვათ დისტანციურად ურთიერთობა მე უკვე შენ ბასილაიას კვინტეტის წევრი იყავი და შემდგომ იუმორინაშიც გამოდიოდი და რაც თავარია მიუზიკლ ჩიქთა ქორწილში გამოდიოდი როგორც ფილარმონიაში ისე ქართულ კინოვერსიაში და ეხლა ხვიჩა ვისაც მქონია გიორგისთან ურთიერთობა ყველა დამეთახმება რომ უნივერსალია სიმღერაში აი ნებისმიერი ჟანრი მიმართულება სტილის სიმღერა აი თანაბრად ხელეწიფება და თან იუმორთან ახლოს რო არის ესეთი ადამიანია თან მასთან ერთად რო გიხარია ყოფნა იმიტომ რომ აი ყოველთვის ახერხებს რომ შეგიწყოს ხასიათი და ერთი რა შემთხვევა მინდა იცი გაგახსენო აი კლასიკა ჩვენს ესეთ საყვარელ ისტორიებს შორის ეგრეთ წოდებულ კურიოზულ ისტორიებს შორის აი ერთ-ერთი გამორჩეული როდესაც სიღნაღში ვიყავით ერთად და იყო გადაღება პაკარი ჩხითა ქორწილის იმ სცენისა სადაც თქვენ იყავით მაკაცები ანუ ზაქარას მეგობრები რომლებიც სასოწარკვეთილებამდე მისულ ჩხიკ ზაქარას ამხნევებთ და გინდათ რომ ესე იგი მოაბრუნო და ეუნებით რომ რა სტილი მოდი წავიღოთ რასტილი ბიჭო რასტილი შენთანავარ შენ გირასტილი აი ფრაგმენტი ახლა ჩვენ ერთი მონაკვეთი წავიმღერეთ თან ეს მისამღერი ხო გახსოვთ ბევრჯერ მეორდება ახლა კინო გადაღების სპეციფიკა ჩემზე უკეთესად იცით
თითოპლანს რამდენიმე დუბლი ჭირდება, მსხვილი ხედი, მოდი ახლა საშუალო უამრავი ხედი. დუბლი რო იყო ისიც ხო, და- მახსოვს კარგად. თუ გახსოვს რეჟისორმა გიორგი ებრალიძემ გადაწყვიტა რომ ტყეში გადაგვეღო ეგ სცენა. და ტყეში ესე იგი დამავლული კამერები ზოგი ბუჩქის უკან, ზოგი ტოტების უკან და არის ეს მდგომარეობა და დიდი დინამიკები დამაგრებული რომ ყველა კარგად გაიგონოს და ესე იგი ინგრევა იქაურობა და თუ გახსოვთ ესეთი გორაკი ხო, ბორცვი იყო, ხო. და იმ გორაკის იქით ცხადია ჩვენ ვერაფერს ვერ ხედავთ კაცო. არა და იგი თურმე არის სასაფლაო. და ჩვენ აქედან ღერით ესე იგი საათ ნახევარი გავუთავებლად რომ რასტილი ბიჭო ეგ ყველაზე ბევრჯერ გამეორდა მე. ხო და გაჩერდა ხო მეორე დუბლი მე მესამე დუბლი თუ გახსოვს განრისხებული ჩემი მშობლიური და უსაყვარლესი კახელების ჯგუფი რო წამოვიდა ჩვენთან და სული შეული ვარ რომ გვეპატიჟებიან ხო გახსოვს იქ რამდენჯერ ჩერდებოდა გადაღება რომ არა ჩვენთან გადაპატიჟება გადმოპატიჟება რომ სადღაცაც გვეპატიჟებოდნენ მე. ხო მაგრამ შორიდანვე ჩანდა რომ რაღაც ზედი გოროზის სახით მოდიან რომ მოვიდრეთ და პირველი გახსოვს არც გამარჯობა არც არაფერი რა გინდათ კაცო გვატირეთ ეს ჩვენი მკვდარი თურმე პროცესია ჯვარი აკაურება და აქედან რასტილი გაგიზდა რა რასტილი გასა ესე იგი წეგარ ახსენე უკვე გიორგის დიჭერება და ხო არის ხა ზოგიერთი კომპოზიტორი უწერს მომღერალ სიმღერას გამომდინარე მისი დიაპაზონიდან რომ ზოგ საკრა აქიდან აქამდე აქ ზოგ ბოდიში და აქიდან აქამდე და ამას ესე იგი როიალის აქედა პედლიდან რო იწყება ხო ნამდვილად პედალთან თავდება უკვე ნებისმიერ დიაპაზონში მღერის და სხვათა შორის ერთი ტაითვისება რას გეძახდები ზერბეთ სახელს ქვესკნელა და ბასა ბასა და ქვესკნელა რა გეტყვი ქვესკნელა რა შეშე ქვესკნელა ხო არის რომ სიმღერაში რო გინდა აჩვენო კულმინაცია და როგორც სიმღერის ესე იგი გადაახალისო რაღაცა მეორე ნაწილი სიმღერის მოდულაცია კეთდება სხვა ტროლობაში იმღერება და მომღერალი ცდილობს რაც შეიძლება ახლა და აი ხო როგორც ასე აღმავალი არის ხოლმე ბოლომდე ხო და გაწიწდება ასე და ხლისო ეს აშება ამას უყურებაშულა ყველა ეს აჩერება დაბლაბელი და სიმღერას ამთავრებს ქვესკნელში ჯვარი წერია ეს მაგალითს გაიკეთებ მუსიკალური ნომერი გიორგი გათხარ როგორც მე ვიაჩებით ყურა are you ready They finally drip by my window. They are the leaves of red and gold. I see your leaves, the summer kisses, the somber hand I used to hold. Since you are away, the days go long, and so I hear a weird song. But I miss you most of all, my darling. When I have to leave, start to fall. They finally drip by my window. They have to leave. Oh, red I'm gold. I see your leaves, the summer kisses, the summer hands I used to hold. Since you are away, the days go long, and so I hear a weird song. But I miss you most of all, my darling. When after leaves start to ჩვენი სტუმრები იყვნენ ხვიჩა მაღლაკელიძე და გიორგი კობაიძე. დიდი მადლობა მათ.